მოგესალმებით ქართული ტელევიზიის ეთერიდან. თქვენ უყურებთ გადაცემას ცოდნის სკივრი, რომლის წამყვანი და ავტორი გახლავართ მე, მანენა აბაშიძე. გადაცემის ნახვა შეგიძლიათ ყოველ ხუთშაბათ საღამოს 10 საათზე. განმეორებითი ხილვის სურვილის შემთხვევაში კი ეს შესაძლებელია პარასკევს, დილის 7 საათზე. ეხლა რო გითხრათ, რო წარვადგენ სტუმარს თქო, არ უნდა ვთქვა წესით, იმიტომ რომ ბატონ დემურ გიორხელიძეს წარდგენა არ ჭირდება. რატომ? ყველა სპეციალობაში ერთნაირი სიძლიერე გახლავთ და ეხლა კიდევ შესვენების არა, ვიდრე დავიწყებდით, აი მოსამზადებელი პერიოდი გასაუბრების საშუალება მოგვეცა და ესე იგი წარმოიდგინეთ თქვენ ერთი 5 წუთი ხო ვისაუბრეთ უძლიერეს მეცნიერზე და ვიფიქრე რატომაც ეს მაინც არ ეწოდება მეთქი, იმიტომ რომ იმდენი რამე იცის. მართლა მქონდა ეს განცდა, შეიძლება არ იწოდეს მეთქი, მაგრამ აღმოჩნდა რომ დემურ გიორხელიძისთვის არ ცოდნა არ არსებობს. აი ესეთ მეცნიერებს. ეხლა ისე გამოვა რომ სეზნაიგები რო იყვნენ, ხო იცით რა? ასე არ არის სამედნიეროდ. ეხლა ჩვენი საუბარი რა საკითხსაც ეხებოდა, ამან მე სასიამოვნოდ გამაკვირვა. ეხლა მაყურებელს მინდა მოვახსენო, ვინც 27 თებერვალს იხილა ჩვენი გადაცემა, სადაც დემურ გიორხელიძე მაყურებელმა იხილა სრულიად განსხვავებული რაკურსით. წარმოიდგინეთ, რომ ესე იგი საკმაოდ სასიამოვნო გამოხმაურება მოყვა, იმიტომ რომ პირადში ძალიან ბევრმა მომწერა ზუსტად ესე. ასეთი დემურ გიორხელიძე იქნებ ისევ შეგვახვედროთო. აბატონო გახლავთ. შევასრულეთ თქვენი თხოვნა. ესე იგი ბატონ დემურ, მე მაინც ვფიქრობ, რომ ალბათ მაყურებლის აზრი ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენთვისაც და ჩემთვისაც როგორც წამყვანი, იმიტომ რომ მე ავიღე პასუხისგებლობა ამაზე, ხო? არ მეთანხმებით ამაში? აუცილებლად. მოდით უფრო ფართო კონტექსტში თუ ვიტყვით, განათლებული პროგრესზე ორიენტირებული საზოგადოება, რომელსაც ღირსების გრძნობა, როგორ აიცით, ურთიერთ დაინტერესებული ადამიანების საზოგადოება. გეთანხმებით აბსოლუტურად. იმისთვის რომ ჩვენ ასეთ საზოგადოებაში და ჩვენ აქეთ აუცილებლად წავალთ ვიღაცის საჯარო საქმიანობა არის ყურადღების ქვეშ, ძალიან ყურადღების ქვეშ. მისი გამონათქვამები, მისი ქცევა, მისი პოზიციონირება ამა თუ იმ პრობლემის დაკავშირებით ძალიან სერიოზული დაკვირვების ქვეშაა და ასეც უნდა იყოს. იმიტომ რომ როდესაც შენ შემოდიხარ საჯარო სივრცეში, შენ ფასდები არა შენი, ვთქვათ, მხოლოდ პირადი თვისებებით, შეიძლება შენს ყოფით ცხოვრებაში ვიღაცისთვის იყოს კარგი, ვიღაცისთვის ცუდი, შენ ფასდები და უნდა შეფასდე მხოლოდ ერთადერთი კრიტერიუმით. შენი საჯარო საქმიანობა საერთო საქმეს ოდნავ მაინც სარგებლობას აძლევს თუ არ აძლევს. სამწუხაროდ ჩვენ ამ ბოლო 30 წელზე მეტია საჯარო სფეროში ვუყურებთ ხალხს, რომლებიც კატასტროფულები არიან თავისი აზროვნებით და ეს მთავარი კრიტერიუმი და ნახეთ თუ შევადარებთ ჩვენ დასავლურ საზოგადოებას კლასიკური ეპოქა მაგ ახლანდელ დასავლეთს არ ვეხები, იმიტომ რომ ჩემთვის გასაგებია. და დღე ქართულ რეალობას დასავლეთში ცნობადობა ყოველთვის ხო დაკავშირებული ავტორიტეტთან. თქვენ რაღაც განსაკუთრებული ნიჭი წარმატება, მეცნიერი იქნება, სპორტი იქნება, ვერ უარყოფთ ამ მოსაზრებას. იმიტომ რომ
იქ შეიძლება კრიმინალიც იყოს ვიღაცა ძალიან თავზე ხელაღებულიც, მაგრამ იმის ცნობადობა სხვა ხასიათისაა და ზოგადად ცნობადობა უკავშირდება ავტორიტეტს. სამწუხაროდ ქართულ რეალობაში ცნობადობა არ უკავშირდება ავტორიტეტს. ჩვენ მოვანგრიეთ ეს ფუნდამენტი, რატომ და მაინტერესებდეს მე ვიღაც რომელსაც საერთო საქმესთან არაფერი შეხება არ აქვს და მხოლოდ ეპატაჟის დონეზე რაღაცებს აკეთებს. მაგრამ მეც უკვე ტექნოლოგია იყო, ეს იყო სწორედ ფასეულობათა სისტემის აღრევა, რამაც ჩვენ ძალიან მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა. ეხლა მე უდიდეს მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც თქვენ გადაცემას უყურებს, ვინც გამოგეხმაურათ. ჩემთვის ეს უბრალოდ დიდი პასუხისმგებლობაა და რომ გითხრათ, რომ არ მიხარია ეს დამოკიდებულება, მე არ დაგიჯერებთ. მეგონი მოგატყუებთ. მე არ დაგიჯერებთ. მაგრამ ხო გეუბნებით კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ ისა ვიფიქრე ხა რომ დემურ გიოხელიძე შემომხედავს გაკვირვებული თვალებით თქო რომ დავიწყე მეცნიერზე ლაპარაკი. ხო და მოამყევით და ყველაფერი იცოდით. ეს ძალიან საინტერესო არის. საუბარია საბჭოთა კავშირში მეცნიერებათა აკადემიის, დიდი აკადემიის, ტვინის ინსტიტუტის დირექტორზე. ძალიან ხმაური ბეხტერევაზე, იმ დიდი ბეხტერევის შვილიშვილია. ეს არის უსაშველო ძლიერი მეცნიერი და სოფლიო მნიშვნელობის აკადემიკოსი. დიახ, ის წავიდა მეცნიერებიდან და გახდა ორთოდოქსი მართლმადიდებელი და ამას თავისი ახსნა აქვს. მაგრამ მეცნიერებაში ის მოვიდა რწმენის გამო. რა არის ეს აღნიშნული აქვს მას. ეს კიდე სხვა თემა, მაგრამ პირდაპირ შემიძლია გითხრათ, მეცნიერი ადამიანი და განათლებული კაცი, განათლებული ადამიანი არ შეიძლება იყოს ურწმუნო. იმიტომ რომ ეს იმ დონის აცილება განათლებულობასთან და მეცნიერებასთან მე შეუთავსებლობაა, იმიტომ რომ თუ განათლებულია ადამიანი და მან არ იცის სარწმუნოება რა არის, რელიგია რა არის, რა ფუნქცია გააჩნია მათ, ამსეთ ადამიანებს ჩვენ ალბათ საჯარო სივრცეში არ უნდა და ბეხტერევას უბრუნდები. მე მახსოვს მისი ერთ-ერთი დიდი ინტერვიუ იყო ჯერ კიდევ 80-იანების ბოლოში, როცა უკვე დაწყებული იყო რაღაც. მან თქვა, რომ ტვინის შესახებ თითქმის ყველაფერია შესწავლილი, ყველა ევოლუციონური თეორია მოკვდა, აი თითქოს არ. ერთადერთი რაც ჩვენ დღეს ნამდვილად არ ვიცით, ეს არის ფიქრის კოდი, როგორ ხდება ყველაფერი ეს, რა მექანიზმები მუშაობს. მეცნიერება ხო იცით რა არის მექანიზმის დონეზე ყველაფერი უნდა რაღაც ხდება იმ ნეიროქსელებში და რა არის არავინ არ იცის ჯერჯერობით. და მან თქვა, ბოდიში. მან თქვა, რომ ტვინი იმდენად რთული წარმონაქმნია, რომ შეიძლება ჩემგან ძალიან გაგიკვირდეთ, მაგრამ ტვინი არ არის მიწიერი წარმოშობის. ამას ამბობს ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ამის შესწავლას და მე ვადევნებდი მის ცხოვრებას საჯარო რაც შეიძლება იყო ხელი, მე მაოცებდა მისი დამოკიდებულება. როგორი ინტელიგენტი იყო პლუს. ეს არ არის ორდინალური ადამიანი და ეს არ არის, ვთქვათ, რიგითი აზროვნება, ეს არის უღრმესი რეფლექსიის შედეგად ჩამოყალიბებული შეხედულებათა სისტემა. აი ამაზე ვსაუბრობდი. მყარად განაცხადა მან. მყარად განაცხადა და არაერთი დასაბუთება მოგვაწოდა, რომ მომავალი განსაზღვრულია. მან რაც გადაიტანა 10 წლის შემდეგ, 10 წლის წინ უკვე სიზმრის სახით იხილა. კარგით. ეხლა ბატონო, დავბრუნდეთ ახლა ჩვენ საქართველოში. ჩემი ავტორობით გამოცემულ წიგნში თქვენს მიერ გამოყენებულია ესეთი ნათქვამი თქვენი ახლო მეგობრისა, ну არ ვიცი, ერთ-ერთი მუსიკალური განათლებით ავტორიტეტისა, რომელმაც თქვენ გიწოდათ ბეთჰოვენის მე-7 სიმფონია.
ჩამრჩაი. არა, მუსიკალურ პორტრეტზეა საუბარი. მე ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანს თავისი არა მარტო თქვა ფოტოგრაფიულად დანახული სახე აქვს, არამედ ის არის მრავალსახეობით. მაგალითად მუსიკალური პორტრეტი ყველა ადამიანს გააჩნია და ერთმა ძალიან კარგი დონის მუსიკა ვწოდნე, თუმცა მე შეიძლება ასე კაფიოდ არ მქონდა გამოსახული ეს აზრი, თუმცა ყოველთვის რაღაცასთან ასოცირებებს ვაკეთებდი, რომ შენი მუსიკალური პორტრეტი არის ბეთჰოვენის მე-7 სიმფონია, მაგრამ მე კიდევ ვაზუსტებ ბეთჰოვენის მე-7 სიმფონია ოღონდ ფონ კარაიანის დირიჟორობით. მაგრამ თქვენ გესმით, ესე იგი, ეს არ არის მაინც ბეთჰოვენის მე-7 სიმფონია არ არის მაინც აი მალამოსავით. ბობოქარია ცოტა ხანდახან აი ძალიან გავს ხოლმე ხშირად თემურ გიორღელიძეს. თვითონ ბეთჰოვენის მუსიკა და საერთოდ გერმანული მუსიკა ითუგნება ვაგნერი აიღებდა რომელიც სხვა მიმართულება არის და მე კიდე უკვე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შტოკჰაუზენი აიღეთ თუგნება რომელმაც საერთოდ მუსიკას სახე უცვალა და მან პირდაპირ თქვა არ შეიძლება ადამიანმა გადაიტანო მეორე მსოფლიო ომი ნახო ის და მუსიკა აქ მასში დარჩეს. მე მაგალითად ძალიან მიყვარს ჰენდელი, მაგრამ ჰენდელივით დღეს რომ ვინმე წეროს მე უბრალოდ არ მოусმენ მას, იმიტომ რომ მე მჭირდება თანამედროვე მუსიკოსის, თანამედროვე მწერლისა თუ მხატვრის და ასე შემდეგ აქმა დღევანდელობისა. ახმა იმ პრობლემების აიღეთ თუგნება თანამედროვე მუსიკა, რომელსაც მე უწოდებ ჩემი ცხოვრების საუნდტრეკს. მე არ ვიცი ჟანრები, შეიძლება ეს მუსიკათმცოდნისთვის არსებობს კლასიკური ჟანრი, ჩემთვის ყველა მუსიკა არის როგორ იყოფა, იცით? განწყობის მიხედვით, არა? არის კარგი მუსიკა. არის მუსიკა, რომელსაც მე ცუც არ უწოდებ, მაგრამ მე არ უსმენ. იმიტომ რომ მე არ მაძლევს ის არაფერს. ამიტომ მე კლასიკას, თანამედროვე მუსიკას, ეს როკი იქნება თუ სხვა რამე იქნება, აბსოლუტურად ერთნაირი ინტერესით უსმენ და ამას უსმენ წინა გადაცემაში ვთქვი, მე სადღაც 65 წელს გავხდი თანამედროვე მუსიკის რაღაც უდიდესი რო იყო მსმენელი, შეიძლება ითქვას, რომ მაშინ პირველად მოვისმინე. აი რა დაგემართათ მაშინ, როცა მოусმინეთ spirituals პირველად და gospels. აბსოლუტურად ჩემთვის ეს იყო უსაშველო დახლობელი. მართლა, პირველივე მოსმენით. პირველი კომპოზიცია ბიტლზისა ჩემთვის ის იყო, რაც მე მაკლდა. ეს სულ რომელი ჰელპინდა სულ რაღაც ახალი ისე. spiritualsi რა არის? spiritualsi ეს არის გუნდური შესრულება, ეს მრავალხმიანობა და მაგრამ თქვენ ჩაგრჩათ. და მე იყო gospel-ი, რომელიც სულ სხვანაირი აქვს უკვე სოლო შესრულება, იგივე თემატიკისა შეიძლება ითქვას, ხო? ჩემთვის ეს ყველაფერი გასაგები იყო. და იმდენად ისევე როგორც მე ჯაზი მოусმინე, შემდეგ soul მუსიკის 60-იანების მეორე ნახევარში მე soul-ის განსაკუთრებული მსმენელი ვიყავი, ეს შავი მუსიკა, რასაც ქვია სემ კუკიდან დაწყებული კიდევ უფრო ადრინდელები, მერე კიდევ უამრავი ბრწყინვალე, არანორმალური შემსრულებლები, ხო? იქიდან მერე უკვე წამოვიდა და ეს არის ყოველ დღე რაც ვაკეთებ. არ არსებობს დღე, რომელსაც როცა მე მუსიკას არ ვუსმენ. ხო რა. როგორ უსმენ? იმის და მიხედვით თუ რა მიტრიალებს გონებაში. მე უკვე იმხელა მონაცემთა ბაზა მაქვს, სად მივაგნო იმ ჩემ განწყობას და რას მოусმინო, მე მუსიკას გაზართობად არასდროს არ უსმენ. იმიტომ რომ მუსიკა არ არის, მე ერთხელ დავწერე და ცოტა ეს ხისტად მომივიდა, რა ვიცი?
თუ ჩვენ შევატარებთ გენიალურ ქართულ ფოლკლორს, ეს არ არის სუფრის სიმღერები, კეიფის სიმღერები. არა ბატონო, არანაირად. იქ ურმული აიღეთ, რაც გინდათ, რომელსაც გინდათ, გამაოგნებელი შედევრები, ხო? ესე იგი, მუსიკა არის ადამიანის შინაგანი მდგომარეობის გამოხატვის ფორმა. ის რასაც სიტყვით ვერ ახერხებდა ადამიანი, ან და მიეჩნდა, რომ სიტყვით ამას უფრო ნაკლებად გამოხატავდა, ის გამოხატავდა მუსიკაში, მღერაში. იგივე იყო დასავლურ კულტურაში, სადაც შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე მუსიკის თითქმის 10 ყველაზე მთავარი მიმართულება შეიქმნა მისისიპის დელტაში. 100,000-ობით მონის შემოქმედება. მისისიპის დელტა არ არის მდინარე მისისიპის დელტა. თუ რუკასაც შევხედავთ, სადღაც ხელმარცხნივ ცოტა ზემოთ არის ის ცნობილი მისისიპის დელტა, სადაც ბამბის უზარმაზარი პლანტაციები იყო და 100,000-ობით მონა იყო და ის მონები თავისი ცხოვრების მდგომარეობიდან იქედან წარმოვიდა ის ბლუზი. და როგორი საინტერესო. ხო, რა თქმა უნდა, ეს გამოუგნებელია. ბლუზი. მე რამდენჯერმე ჩემს Facebook გვერდზე მისისიპის დელტას ბლუზზე სპეციალური რომ იტყვიან გადაცემები ვით გავაკეთე და რატომ გეუბნებით იცით მე არ მომწონს თანამედროვე ქართული საზოგადოებაში მთლიანობაში განწყობა რომ მუსიკა მანდამაინც უფროსთან და ხენასთან არის ასოცირებული. ხო, ასოცირებული. ეს აბსურდია. გეთანხმებით. არა აი იმის გამო რომ ადამიანმა დაკარგა ის და გაუწყდა მას ის ძარღვი რომელიც მის წინაპართან აკავშირებდა არა და შენი წინაპარი იმიტომ იყო ისეთი გამაოგნებელი თავის შემოქმედებაში რომ ადამიანი იყო და აწუხებდა ეს აწუხებდა ის აწუხებდა თავადი აწუხებდა ვიღაცა ავიწროებდა ხო ხედავთ ჩავიხტეთო ხო ვიღაცასო და ასე გაუკეთოთ და ისე გაუკეთოთო არა ამ ზერელობამ წარმოქმნა ის ქალაქური ჟანრი რომელიც საერთოდ არ არის დამახასიათებელი ქართული ტრადიციული მუსიკასთვის იმიტომ რომ ქალაქული ჟანრი ეს არის რუსული რომანსის ქართული ვარიანტი საკმაოდ მდარე ვარიანტი გითხრათ იმიტომ რუსული რომანსი ცალკე ფენომენია ის თავისი ბუნებრივი წყაროები აქვს და ასე შემდეგ შენ არ ქონდა ეს ამიტომ დამყარდა ეს ნახეთ აბსოლუტურად ზერელე ტექსტები აბსოლუტურად მსგავსი ხმოვანება თუ ნება მსგავსი ტექნიკური შესრულება ამ სიმღერების რაც მე აბსოლუტურად არ მომწონს მე მინდა რომ თანამედროვე ქართველი ერთ-ერთ გადაცემაში ძალიან დიდი საყვედური გამოთქვი რომ ნუ თუ არ მოიძებნა კაცო ამ უნიჭიერეს ქართულ ახალგაზრდებში ისეთი მუსიკოსი რომელიც სინთეზს გააკეთებდა ქართული სიმღერის ფუძე რა არის ჰარმონია საკურველი დასავლური იმ სიმღერის ფუძეები არის რიტმი დიახ ნუ თუ ვიღაცებმა ხო ნუ თუ შეიძლება ამის შერწყმა და იმ ფანტასტიკური წარსული ფოლკლორის რომელიც შენ ნებისმიერ დონეზე გაგიყვანს თუ შენ მაძიებელი ახალგაზრდა დაუკმაყოფილი დაკმაყოფილებული შემოქმედი თუ ხარ შენგან არაფერი არ გამოვა შენ მშიერი შემოქმედი უნდა იყო შენ უნდა იყო მაძიებელი შენ უნდა იყო ძალიან განათლებული იცოდე წარსული იცოდე დაწყო და ხედავდე ამის ფორმებს მეზორე ძალიან დიდი ნაკლი რომელიც მე არ მომწონს ქართულ თანამედროვე მუსიკაში გითხარით ეს ერთი და იგივე აბსოლუტურად სურვილიც კი არ არსებობს რომ რაღაც იქნეს გაუმჯობესებული ეს არის ინსტრუმენტებზე დაკვირისადმი აბსოლუტურად ზერელე დამოკიდებულება და ესეც ქართული ზერელობიდან მომდინარეობს
თუ უფრო შიგნით შევიხედავთ და შევადარებთ იმ თქვათ რევოლუციურ გარდატეხებს მუსიკაში ეს არის ის ფუნდამენტალური განსხვავება რომელიც არსებობს დასავლურ კულტურასა და ქართულ კულტურას შორის. ქართული კულტურა არის საოცარი ფენომენი, მაგრამ მას არ აქვს ერთი რამ. ის რაც არის ჩვენ ყველანაირი ფასეულობათა სისტემით ტოლფასი ვართ ნებისმიერი დიდი კულტურის მსოფლიოში, მაგრამ თუ რაღაც მთავარ ნიშნებს შევხედავთ, ის რაც არის დასავლურ კულტურაში ყველაზე მნიშვნელოვანი, რამაც მათ უდიდესი სიმაღლეები დააპრობინათ, ქართულში ის არ არის და ამას ქვია ცნობის მოყვარეობა. როგორია? დიახ. ცნობის მოყვარეობა არის ის, როდესაც შენ შეიძლება არაკეთილ განწყობილ გარემოში, თუ გნებავთ არამატერიალურად დაკმაყოფილებულ გარემოში, იღებ შენთვის შენი პრობლემებიდან გამომდინარე, შენი ფსიქიკური მდგომარეობიდან კარგს გულისხმობ, ხო? დაძაბული ხარ იცახარ და შენ იწყებ ამის გადამუშავებას და შენ გინდა გაიგონო ის საუნდი, რომელიც შენს შეესაბამება. ამას სჭირდება დღეთ და ღამ დაუღალავი შრომა და ასე შემდეგ და იმიტომ ჩვენ ვიღებთ იმ ფანტასტიკურ ტექნიკურ შესრულებებს, რომელიც არ არის უბრალოდ ტექნიკა. ეს არის უზარმაზარი მუსიკალური პლასტი, რომელიც ამ თანამედროვე მელოდიებში არის ასახული და ანალოგი ქართულში არ არის. ესე იგი ქართულ ახალგაზრდებშიც ამ ცნობის მოყვარეობის არქონის გამო ისეთი გამძაფრებული სახით, რაც ნიშნავს ცნობის მოყვარეობა. შენთვის საზღვრები არ არსებობს. დიახ. შენ კარგია, ცუდია, მე ამას არ ვაფასებ. ახლა შენ ყველგან ჩაძვრები, იმიტომ რომ შენ ცნობის მოყვარე ხარ. მაგრამ თუ შენ ზერელობა გაქვს გამჯდარი ძვალსა და შენ არსად არ ჩაძვრები. შენ არ აიღებ გიტარას, არ აიღებ სიღრმე თუ არის გრძნობა. ხო, იქ შეიძლება აკორდები აიღო რაღაც ერთი აკორდი, ორი აკორდი და შეიძლება მთელი სიმღერები ამით ვითომ შექმნა, ხო? აი ეს არის განსხვავება. მე რატომ საუბრობ ამ თემაზე? მე მინდა ძალიან ნიჭიერ ქართულ ახალგაზრდებს მივანიშნო ზოგიერთ ისეთი რამე, რომელიც შეიძლება მათთვის ცნობილი არ არის, იმიტომ ეს არ არის ზედაპირზე მდებარე საკითხი. ხო, ძალიან კარგი გამოდგებათ. მე არ მომწონს ის, რომ ჩვენი თუ გნებავთ ხელოვნების განვითარების მიმართულება ჩავანაცვლეთ არა იმ შენი გამაოგნებელი ძირებიდან მომავალი აღმავალი ტრაექტორიით. ასე უნდა იყოს იქედან ფული მოდის, არამედ ავიღეთ სხვაგან, წამოვიღეთ შედარებით მარტივი გადამუშავება გავუკეთეთ და მივიღეთ სუროგატი, რომელიც მე არ მომწონს. ხო, გასაგებია. მე არ მომწონს, იმიტომ რომ ვერ ვანახებ თანამედროვე ქართულ სიმღერას, თანამედროვე ქართულ, სადაც ადამიანის ტკივილია, ადამიანის განცდა, ადამიანის სიხარულია, არის ზერელე რაღაც ტექსტები, რომელიც მე არ მომწონს. რა გითხრათ? გვაქვს ბატონო ამის უფლება, მოგვეწონოს თუ არა? ხო, მაგრამ მე ყოველდღე ფაქტიურად სულ ცოტა 2-3 საათი მაინც უსმენ იმას, რაც მე საოცარ ძალას მაძლევს და აქ მე ჟანრების გაჩევა. ბეთჰოვენის მეშვიდე სიმფონიას თუ უსმენ. კი, როგორ რა თქმა უნდა. რამდენჯერ მაქვს უსმენ? მე არ ვიცი ესენი რამდენჯერ მაქვს. მე ერთი ექსპერიმენტი მაქვს ჩატარებული. სადღაც მეორე კურსზე ვიყავი და მე უკვე აქ ცხოვრობდი ამ მუსიკაში, ლიტერატურაში და
ქუთაისში ჩემი კითხვები გაწაკითხული მე მგონი სადაც ცხოვრობდით იქ მეგობრების წრე არის და ერთი ნაკლებად მუსიკის მოყვარული მაგრამ ხუჩით ქუჩა ცოტაზე მithumedes ქუთაისი ხო ბირჟა ესენი ყველაფერი მოვიყვანე სახლში და ჩავრთე შოსაკოვიჩის მეხუთე სიმფონია არ განძრეულა რა მითხარით იზეიმეთ ხო შინაგანად ხო გაგიჩნდათ ასე მეგონა ომში ვიყავი რას ლაპარაკობთ აქედან რატო გავიხსენე ეს ეპიზოდი თუ ადამიანი ფიზიკურად არ არის დაზიანებული რამაც შეიძლება მას აღქმის უნარი დააკარგვინოს ნორმალური ადამიანი არ შეიძლება იყოს უგრძნობი მუსიკის უდიდესი შედევრების მიმართ ამას არ ჭირდება ნოტების ცოდნა ჩვენ ნოტების და გამების და ამათი და იმათი ცოდნა თუ გინდა ეს ლიტერატურა და შეგიძლია წაიკითხო უამრავი შესანიშნავი ახლა მithumedes ვიდეო მასალებია უამრავი მასალა სხვათა შორის ჯიმი ჰენდრიქსმა საერთოდ არ იცოდა ნოტები წარმოდგენა არ ჰქონდა ნოტებზე და რატო ვამბობ ამას მე შენ მუსიკის აღსაქმელად არ მჭირდება ნოტების ცოდნა შენ ჭირდება იყოს საღი ნორმალური ადამიანი რომელსაც ხან ტკივა ხან უხარია ხან გაურკვევლობაშია ხან განურჩევლ მდგომარეობაშია ხან აღმაფრენა ეს არის ადამიანი არ არის ასე მიმავალი სწორხაზი იგი ძალიან არასტაციონარულ რეჟიმში მაცხოვრებელი არსება არის და ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ ამ მრავალფეროვნების შედეგია რომ ჩვენ დაკვირვებულები ვართ ამ მრავალფეროვანი განწყობების და განცდების შედეგია რომ ჩვენ შეგვიძლია უწვრილმანეს აი ტონებში და ობერტონებში თუ გინებავთ გავარჩიოთ არა მხოლოდ მუსიკის მელოდიები არამედ გავარჩიოთ ჩვეულებრივი ადამიანური ყოფა რომელსაც ძალიან სერიოზული დაკვირვება უნდა და ანუ რისთვის ეს ყველაფერი საჭირო ნორმალურ ადამიანად რომ იქცე ადამიანად რომელსაც გააჩნია გრძნობა გააჩნია აღქმის უნარი თუ შენ ამას ავითარებ კითხულობ უსმენ ფიქრობ შენ საქმეს ასწორებ შენ შეცდომებს მაშინ შედეგი გამოდის ძალიან კაი თუ არა და ჩვენ ვხედავთ ცუდ შედეგებსაც რა თქმა უნდა მაგრამ ცუდი შედეგები არის დამოკიდებული ცუდ გარემოზე აუცილებლად თუ ფუნდამენტალური მეცნიერებიდან ავიღებთ სისტემა მიდის მინიმალური წინააღმდეგობის გზით შედარება რო გავაკეთო ძალიან დიდი ნიაღვარი რომ მიუშვათ ზედაპირზე ის აირჩევს იმ მინიმალური წინააღმდეგობის გზას სადაც მოერევა 100 ადამიანი კი სახელმწიფო კულტურა რელიგია ეს ყველაფერი უფრო ფართო კონტექსტში სარწმუნოება ხო ადამიანს ჭირდება იმისთვის რომ ამ მინიმალური წინააღმდეგობის გზით არიაროს ადამიანს ჭირდება იმ გონიერი სახელმწიფოს მიერ ჩადგმული ხელისუფლების ჩარჩოები რომელიც შენ გაიძულებს არა მინიმუმზე იყო ყაბულ შენ ყოფისა იმიტომ რომ ეს რაღაცნაირად თავის გატანის საშუალებას გაძლევს არა შენ გაიძულებს გახვიდე შენი შესაძლებლობის მაქსიმუმზე სახელმწიფო მხოლოდ ამისთვისაა საჭირო გახადო ადამიანი ეფექტური რადგან ეფექტური ადამიანი წარმატებული ადამიანი არა თავისთვის არის მხოლოდ სასარგებლო არამედ საზოგადოებისთვის თანამედროვე ნახეთ შეიძლება გაგიკვირდეთ ახლა და ნახოთ თანამედროვე ეკონომიკურ მეცნიერებაში ერთ-ერთი წინა ხაზის კვლევა არის უთანასწორობის კვლევა
ეხლა მეტყვი თქვენ კაპიტალისტურ სამყაროში, ამაზე ხო სოციალიზმის დროს ლაპარაკობდნენ მარქსები და ესენი აი თანაბა. არა, სულ სხვადასხვა რამეზეა საუბარი. უთანასწორობაში და ეს თემა წამოიწია მხოლოდ იმის გამო, რომ ჭკვიანი ხალხი დააკვირდა იმას, რომ ზოგი ძალიან კარგ მდგომარეობაში რომ არის, ზოგი ნაკლებ მდგომარეობაშია, ამ ნაკლებ მდგომარეობიდან გამოსული ბავშვების შემდეგ ნაკლებ ვითარდებიან და მათ მიერ დაძლევა იმ ამოცანებისა, რომელიც შედარებით უფრო განვითარებულ ტექნოლოგიურ საქმიანობას სჭირდება, შეუძლებელია. ესე იგი, საზოგადოება კარგავს თავისი რესურსის მაქსიმუმს. ამიტომ დაიწყეს ეს ყველაფერი და აი ახლა მალე ჩემი წიგნი გამოვა, იქ არის ძალიან კარგად ახსნილი ეს იმისათვის, რომ საზოგადოება იყოს ეფექტური, იგი გაშლილი არ უნდა იყოს ანუ სტრატიფიცირებული არ უნდა იყოს ფენებად. ანუ არ უნდა არსებობდეს ისეთი ფენები საზოგადოებაში, რომლებსაც ერთმანეთი არ სჭირდებათ. სასურველია. სასურველი კი არ არის, აუცილებელია. იმიტომ რომ თუ არის დაუშვათ, ჩავთვალოთ ქართული მდგომარეობა განსაკუთრებულად კარგად მცხოვრები ხალხი. ასე ისე არ აქვს ნიშნობა. ამათთვის დანარჩენი საქართველო არ არსებობს. მათ ისინი არაფერში არ ჭირდებათ. კიბილიანი სიმართლე. თუ ფენები რა თქმა უნდა იქნება განსხვავებული მატერიალური მდგომარეობით, მაგრამ ეს არ იქნება უფსკრული. საქართველოში გაჩნდა უფსკრული, რაც ანგრევს მის მომავალს. ადამიანები ერთმანეთით როცა არ არიან დაინტერესებული, იმიტომ რომ მე თუ თქვენ სხვა ფენას მივეკუთვნები, არა დაბალ კატეგორიას, არა, უბრალოდ სხვა მაგალითად არის მეცნიერთა ფენა, არის ბიზნესმენთა ფენა, არის ფერმერების, არის კიდე 1000 ვინმე შეიძლება. თუ ჩვენ ერთმანეთს არ ვჭირდება ეს საზოგადოება შეუმდგარი საზოგადოება, ეს არ არის საზოგადოება. ამიტომ ჩვენ ისეთ ჩიხებში ვართ გახვეული ერთმანეთთან და ამ პრობლემებში და იმდენად არ ვფიქრობთ ამ პრობლემებზე, რომ ვერ ვატყობთ. ის რომ ჩვენ ავცილდით ძირითად საფიქრალს, ჩვენი ყოფისა, ჩვენი წარმატებისა, ჩვენი მომავლისა, ჩვენ მივედით იმ მდგომარეობამდე, როცა შეგვიძლია ერთმანეთს ვესაუბროთ საჯარო სფეროში და საჯარო სივრცეში უხეშად. თუ თქვენ სხვა წარმოდგენების ხართ, თუ სხვანაირად ფიქრობთ, აძლევთ თავს ამის უფლებას, რომ აძლევთ თავს იმის უფლებას, რომ საჯარო დემონსტრირება მოახდინო იმისა, თუ რა კატასტროფულ მდგომარეობაში ხარ. თავისთავად საჯარო სფერო ხის კრიტიკას არა მარტო არ გამორიცხავს, სასურველია, განსჯაც, მსჯელობას, კამათს, დავას, მაგრამ არა იმ ტრაგედიას, რაც ქართულ საზოგადოებაში ჭირდება. აი, ყველაფერი ერთად არის შექმნილი. ცოტა ხნით დავბრუნდეთ. ეხლა მახსოვს თქვენი აღტაცება იმით, რომ ულისეს კითხულობდით, ფოლკნერს კითხულობდით. გიყვართ კლოდ მონე და კარავაჯო. ეხლა ვინ დაგიწუნებს ახლა გემოვნებას, ხო? მე მინდა ვიკითხო ახლა აქედან გამომდინარე მუსიკაზე უკვე ვილაპარაკეთ. ეს ყველაფრის მომცველი ცოდნის მატარებელი დემურ გიორხელიძე, რომელშიც პლუს ცეკვავდით ანსამბლში. წლები და უამრავი კონცერტზე მაქვს ნაცეკვი ეს ქართული. მე კალადურთელი ვარ. რომელზედაც ამბობთ, რომ პლასტიკის ენით გადმოცემულია ცეკვა ადამიანის ფანტასტიკურია ქართული ცეკვა. არ მითხრათ. აი მე მინდა აქედან გამომდინარე დაგისვათ კითხვა. დემურ გიორხელიძე რომელ სფეროს მიმართავს ხშირად მოსადუნებლად, დასასვენებლად, სად მოგზაურობთ უფრო ხშირად მუსიკის სამყაროში, მხატვრობა თუ ლიტერატურა?
მაგასაც ვერ გაგცემთ პასუხს, იმიტომ რომ მე ასეთი გამოკვეთილია ყველაფერი ჩემთვის არის ჩემი და მე ისევე ხშირად კითხულობ, მათ შორის წაკითხულებსაც. აი ეხლა მე განწყობის მიხედვით ვიმშვები დაწყობ. მე როდესაც ულისე დავიწყე კითხვა, ეს იყო ნიკო ყიასაშვილის პირველი თარგმანი, რომელიც ახლაც მახსოვს მეორე კურსზე ვიყავი 1970 წელს ხომლის ჟურნალი ხომლი იყო პირველი ნომერი გამოვიდა, გადავათვალიერე და მე უკვე რაგი ჩემი მეზობლებიდან ულისე ვიცოდი, რაც იყო, ცხადია სიხარულით ვიყიდე, პირველი 3 ეპიზოდია იქ და მის მერე ვკითხულობ, ეხლა რამდენია უკვე 2000 იმიტომ მე არ მჭირდება ულისეს კითხვაზე არც რაიმე განმარტებებში ჩახედვა უკვე, იმიტომ რომ ეს იმდენად ფანტასტიკია, მაგრამ სულ მქონდა უსაშველო ნაკლი. მე მეგონა რომ ვერასდროს ვერ წავიკითხავდი ფინეგანის კელეხს. იმიტომ რომ იქ არის რამდენი ენა ერთმანეთში, ჯოისი ხო არის. ჯოისი? მაგრამ ჩემთვის ჯოის ფსიქიკა ცოტა დაზიანებული ქონდა, ამაზე შევთანხმდით. ირლანდიელი და ქართველი ბუნებით ერთნაირია, ერთ ტიპს მიეკუთვნება, ამიტომ მე შეიძლება ჯოისისა უფრო ღრმად იმიტომ მესმის. ფინეგანის მე მაგალითად ვერასდროს ვერ წავიკითხავდი იმ ორიგინალში, რაც ჯოისმა დაწერა, იმიტომ რომ არ ვიცი მე იმდენი ენები, სკანდინავიური ენის სინტაქსისი გამოიყენო ამაში, მოკლედ უამრავი რამე, მაგრამ მოხდა ის, რაც მე რამდენიმე წლის, 3 თუ 4 წლის წინ წავაწყდი, რომ რუსული თარგმანი არსებობს. დავინტერესდი, ცხადია, გავიხარე და ეს თარგმნა თეორიული ფიზიკის სპეციალისტმა. ძალიან მაღალი დონის. მან მომწერა, მე როცა ნახა რომ მე ამით ვიყავი დაინტერესებული და ჩვენ ვისაუბრეთ. ვერანაირი ლიტერატორი, ვერანაირი ინგლისური ენის მცოდნე ამაზე ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადათარგმნიდა. მან დააწყო მთელი კონსტრუქცია, წმინდა მეცნიერულად დაშალა ეს ყველაფერი, მთავარი მოტივები და იქ ასობით მოტივზეა კლაპარაკი და მან თარგმნა ეს, მაგრამ ფინეგანის კელეხის ჩემი ახლა გატაცება, ეს არის გატაცება არ ქვია ამას, უბრალოდ მინდა ვკითხულობ ფუნდამენტალურად, რა კი ულისე ჩემთვის უკვე იმიტომ რომ მე ულისეს სულ წავიკითხავ, იმიტომ რომ ისევე როგორც მაგალითად წავიკითხავ დიონისოს ღიმილს. კი ბატონო, კი ბატონო. სხვაც არა, მაგრამ ამას წავიკითხავ. კი ბატონო. ისევე როგორც წავიკითხავ ხმაური და მრიცხანებას. იმიტომ რომ როცა 20 წლის ვიყავი და ვკითხულობდი ამ ფანტასტიკურ ნაწარმოებს, მე მაშინ აბსოლუტურად კვენტინ კომსონი ვიყავი. აბსოლუტურად ჩემი შეხედულება. მოერგეთ როლს და იყავი. მე ვიყავი განწყობებით, ისეთ განცდით სამყარო საქმეთ კვენტინ კომსონი, ამიტომ ჩემთვის ყველაფერი საოცრად იყო. და იმისთვის რომ ფინეგანის კელეხი წაიკითხო, სულ ცოტა აი რეფლექსირებული უნდა კონდეს კლასიკური ნაწარმოებების გარდა. დაახლოებით არის კიდე 5-6 წიგნი, რომელიც აქედან ერთი მე ვიცი ისე, მაგრამ დანარჩენი 4 არ ვიცი ჯერჯერობით. ამიტომ მე ერთი თავი წავიკითხე ჯერჯერობით ძალიან ნელა. დაახლოებით 12 წიგნია საჭირო, რომ შენ შეგეძლოს ფინეგანის კელეხის წაკითხვა. წავიკითხე, ფანტასტიკური ნათარგმნია, აბსოლუტურად აქ არის უღრმესი კონტექსტებია დაჭერილი, ხო გძნობ ამას, იმიტომ რომ შენ როცა კონტექსტში ხედავ, რომ ამ გამოყენებულ ფრაზას აკავშირი იმასთან, ეს ღეზერელი თარგმანებში ვერაფრით ვერ იქნება დაჭერილი. აქ მთელი კონსტრუქცია შეკრული, ამიტომ მე ამ სიამოვნებას ვიზოგებ, ეხლა ჩემი წიგნები გამოვა, მე პატარა შეცვენა. მე რატომაც ერთი მეგონა. მრავლობით შეთქვით ახლა. ეხლა გამოვა უკვე პოეზია რომელშია?
პოეზია არის ლიტერატურულ მცდელობებში, რომელიც ამ კვირაში ტირაჟი ჩამოიყრება. რას ამბობ? უკვე გამომიგზავნეს აწყობილი ორი თავი მე უნდა გაუგზავნო დაუმატებენ თამაშების თეორია ეკონომისტებისთვის. დარჩენილ დროს წლის ბოლომდე გამოვა ის რაც მე უგონი თქვი, ეს არის პუბლიცისტური წერილები ჩემი, ეს იქნება შემდეგ მომავალ წელს სხვა იქნება. აი ამათ შორის 2-3 თვე მექნება და მე ერთ-ორ წიგნს წავიკითხავ, იმიტომ რომ მე უკვე მივხვდი ჯოისის აზროვნების მიმართულებას. ჯოისის მიხვედრა და ჩაწვდომა ცოტა. რატო იცით? აი, ნახეთ, როცა მე ცნობიერების ნაკადის გამოყენებით პირველი ლიტერატურა წავიკითხე, ჩემთვის არაფერი გაურკვეველი იქ არ იყო. ჩემი შინაგანი კონსტრუქცია აწყობილი იყო იმაზე, რომ მე უკვე რაღაც მომზადება მქონდა, აი რატო აიცით, აი ეს ინტენსიური კითხვა საჭირო ახალგაზრდულ ასაკში და შემდეგ უკვე ეს ჩვევადი იქცევა. ახალგაზრდა, როდესაც ყურადღებით კითხულობს ამა თუ იმ მხატვრულ ნაწარმოებს და თუ გნებათ არა მხატვრულ ნაწარმოებს, იგი გადის იმ ცხოვრებას, რა ცხოვრებასთანაც მას უწევს ამ ნაწარმოებში შეხვედრას. ის იწყებს განცდას ტკივილისა, სიხარულისა, იმ შედეგებისა, რასაც ესა თუ ის ადამიანი თავისი საქმიანობით აღწევს. ანუ ის მრავალ ცხოვრება, ნაცხოვრები ადამიანის ფონზე იწყებს საკუთარი შეხედულებათა სისტემის ჩამოყალიბებას. ამიტომ რას ურჩევთ ახალგაზრდებს? ამიტომ კითხვას, რეფლექსიას ალტერნატივა არ აქვს. ვიზუალიზაცია რაიმესი, მაგრამ ვიზუალურად აღქმა არ არის ის სიღრმე, იმიტომ რომ თუ შენ აქედან მოდიხარ, მაშინ შენ იმ ვიზუალურ სანახაობაშიც მოდით, ასე ვთქვათ, შენ რეფლექსიას მუდმივად აწარმოებ, შენ ფაქტურად მისდევ, მაგრამ ეს ბურღივით აზროვნება უკვე აქ უნდა იყოს ჩამოყალიბებული. მე ხვდით ალესილი უნდა გქონდეს. ეს აზროვნება შენ ალესილი უნდა გქონდეს. შენ უნდა მისდევდე იმას, რასაც უყურებ და არც ერთ შემთხვევაში არ გადახტე მეორე მხარეს, თუ შენ რეფლექსირებული ეს არ გაქვს. ამას გამომუშავება უნდა. და ამას კი საკუთარ თავზე მუშაობა უნდა და რატომ რისთვის? ჩვენ არა ვართ უნაკლოები, ჩვენ ადამიანები ვართ, მიწერი ადამიანები. კულტურა ეს არის ის, თუ რამდენად შენ შეგიძლია გამოწურო შენი თავიდან ნეგატიური. თუ შენ ამ ნეგატიურის განვითარებას იწყებს, იმიტომ რომ გარემო ასეთი და ასე უფრო იოლად იცხოვრებ, მაშინ შენ დაღუპული კაცის გზაზე ხარ შემდგარი და როდესაც შენ ამ ინტენსიურ შრომას ახალგაზრდობიდან გადიხარ, ფიქრობ, ანალიზებ, მე რეალურ ცხოვრებაში მოქმედებ და ასე შემდეგ, შენ აყალიბებ საკუთარ თავს. შენ აყალიბებ და ის რაც შენ არ მოგწონს, აი მე მქონდა ასეთი პერიოდი, რაღაც კომპლექსები იყო, რთული ბავშვობა გავიარე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ ადგედა ცუდი რამეების კეთება დაიწყო, იმიტომ რომ შებრუნების, უკან დაბრუნების საშუალება არ აქვს. ამიტომ აი მივედით ახლა იქამდე. შენ უნდა აყალიბო შენი თავი. შენ აი ძალით უნდა გამოწურო, აი როგორც სარეცხს რეცხავენ, ხო და ესე. აი ზუსტად ასე შენ სხვა მას ვერ გააკეთებს. ამ საქმეში იძულება არ არის საჭირო. აინშტაინი რო ამბობს, რომ შესაძლებლობები დევს სირთულეებს შორის. ნახეთ, ეს ყველაფერი მე რასაც ვლაპარაკობ, ჩემ შვილებზე მაქვს გამოცდილი.
ბავშვებთან არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ძალმომრეობით საუბარი და არ შეიძლება რაღაც ანდა ნოტაციები უკითხა, აი შენ თუ არ ისწავლე ამნაირი იქნები. დიდაქტიკური ჩემი გოგონა მოუყვები კარგ რამეს 12 წლის ასაკში საქართველოს ჩემპიონი გახდა ჭადრაკში. ცნობილი მოჭადრაკეების პლეიადა იყო და შემდეგ მას დაუსვეს ალტერნატივის წინაშე და თუ შენ გინდა წახვიდე ჭადრაკზე, სწავლას უნდა მოუკლო. იმიტომ რომ დრო არ დარჩება, იმიტომ გაქვს მონაცემები. მოვიდა სახში ასე მითხრა მასწავლებელმა რა ვქნაოდ. მე ვთხარი, ისევ როგორც შევა. ეს შენი გადასაწყვეტია. 12 წლის გოგონას ვეუბნები, რას ამბობთ? რომ შენი გადასაწყვეტია. 3 დღე იფიქრა და თქვა რომ მესწავლა მით. 13 წლის ასაკში იყო, ხოიცით ეს რანაირი ასაკია, შედივარ სახლში და ჩემი მეუღლე ბუნტარების ის არის. ჩემი მეუღლე, რომელიც პირველი კომაროველია, ოქროს მედალოსანი, მერე მექანიკა მათემატიკის ფაკულტეტი, დიდებული განაცხადი. წითელ დიპლომზე და მერე კიდე მოსკოვის უნივერსიტეტში ერთი უდიდესი აკადემიკოსის კათედრაზე ასპირანტურა. აი რამდენი რამე გაიგეს. სხვათა შორის ძალიან კარგი პუბლიკაციები აქვს მართვად ბომბებში. ბომბის სახში გაქვს. როგორ ეს არის ცვლადი მასის სხეულების მოძრაობის დინამიკა ძალიან რთული რამე იყო. მე ერთხელ ვესწრებოდი სემინარს მოსკოვის უნივერსიტეტში, როცა ჩემი მეუღლე მოხსენებას აკეთებდა და იქ ერთმა ცნობილმა აკადემიკოსმა უთხრა და это женское дело. დამიტანი женское дело. ხოდა შევდივარ სახლში და ჩემი მეუღლე მეუბნა, იცი ჩემმა შვილმა დღეს რა ქნაო? ადგა და ომი და მშვიდობა ჩამომიყალიბა 9 საათში. ეხლაც გაუგნებული ვარ. რას ამბობთ? ეს გოგონა? გოგონა. შემდეგ ზუსტად ამ ცოტა ხნის მერე თქვა რომ რატომ უნდა ვისწავლო? გოგონა რომელიც სწავლობს წინვალეთ თან იმ სკოლაში რომელიც რომ შედიხარ და დაფას უყურებ ვინ სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში ამბობს რომ რატომ უნდა ვისწავლო? რა უნდა მექნა ახლა? მეტი რა ვიცი, მოკიდე ხელი და ჩამოვატარე ავტოქარხნის და ქუთაისის ძალიან მძიმე უბნები. არანაირი ზედმეტი ახსნა მას არ დაჭირვებია. ეს უსიტყვოდ მოხდა უხმოდ. მე უთხარი რომ მოდი ჩვენ ნახოთ რაც იძლევა სწავლაზე თავის განებება. საკუთარ თავზე თავის დანებება. უფრო სწორად. მოდი ასე რო ვთქვა, იმიტომ რომ სწავლა თვითმიზანი არ არის, სწავლას უნდა კონდეს მკვეთრად გამოკვეთილი მიზანი. სწორია. მე სწავლა მჭირდება იმისთვის, რომ ცოდნა დავაგროვო და ვნახო სად მივდივარ მე. არის მხტომელი, რომელიც 2 მეტრე და რაღაცებზე ხტება, ან სიგრძეზე ხტება, არის მეორე, რომელიც მეც მინდა ეს ვიცოდე. სწავლა არის ამისთვის აუცილებელი, ხო სწორი? ამას მე არ ქონია. შემდეგ, როდესაც ის ჰაისკული დაამთავრა ამერიკაში, მე-10 კლასში იყო, როცა მოვიდა უკვე ამთავრდა სკოლას და ძალიან ათრთოლებული ხმით მითხრა, რომ მე შენ არასდროს არ შეგაწუხებ. მეც გთხოვ, რომ იქნებ ამერიკაში გამიშვა სასწავლებლად ჰაისკულში. გასამი. გასაგებია მე რას ვიზამდი, ხო სწორია? ყველაფერი გავაკეთეთ მე და ჩემმა მეუღლემ, რაც კი შეიძლებოდა, რომ ის წავიდა, ის საოცრად სწავლობდა და 4 ჯერ კიდევ ჰაისკულის დამთავრებელი არ ქონდა, როცა 4 ცნობილი უნივერსიტეტიდან ქონდა მოწვევა. არ დარჩა. ჩამოვიდა აქ და 2003 წელს თქვა, მამა, აქ ძალიან
ცუდი მდგომარეობა, წავალ იქ, სადაც მთელი მსოფლიო. მე არ ვიცოდი რომ ჩამოვიდა რა თქმა უნდა, არ ცუდდა მას იქ დარჩენა, ჩამოვიდა და თქვა, მე წავალ ახლა დავიკავებ, მე იმედია რომ შენ დამიჭერ მხარს, მე წავალ იქ, სადაც მთელი მსოფლიო და მე დავიკავებ ჩემ ადგილს იქ. დიახ, ის წარმატებული ძალიან დიდ ფირმაში მუშაობს. აი ეგ ვიცი და ძალიან ვაჟრად შეეხება. მე რატო გეუბნებით, რასაც საუბრობ, მე 13 წლის იყო გოგონა, როდესაც მე უთხარი, რომ როგორც კი დამჯერე იქნები შენ ჩემი, მე შენ სახლიდან გაგაგდებ იწოდე. ჩემმა მეგობრებმა ძალიან ახლო მეგობრებმა, ბიჭო, შენ გიჟი ხო არა ხარ, კაცო, 13 წლის გოგონა. არა მე დამჯერე შვილი არ მჭირდება. მე მჭირდება შვილი. ბეთჰოვენის მეში და სიმფონია. მე მჭირდება შვილი, რომელიც აზროვნებს შემთან შემოდის დისკუსიაში და ეძებს, იმიტომ რომ იმ ასაკში ხდება ბავშვის ჩამოყალიბება, ფსიქიკის ჩამოყალიბება. 13 წლის გოგოს უზარმაზარი ასაკია. ის არის ძიების პროცესში. და მან უნდა ნახოს ეს ყველაფერი. ჩამოვიდა, წავიდა, დაიკავა თავისი ადგილი და დღეს წარმატებული. ძალიან კარგი. როდესაც გუბერნატორის ლოჟაში მიიწვიეს აი დღესასწაულები რომ იყო, მე ცოტა ისე გადაკრულად უთხარი. ნათქვამი პოლიტიკისკენ ხო არ გაიხედავთ. მამა რას ამბობ მითხრა ეს ის სფეროა სადაც ამერიკაში არც ჭკვიან კაც არ უნდა გახედვა ხო და რაღაცნაირად ბიძგებო ხო ესა ბატონდემურ ეხლა უყურეთ აი საინტერესო გადაცემა რასაკეთებს 5 წუთი გადავაცილეთ აი ბაჟიშვილზე საუბარი ჩვენ აუცილებლად მოგვიწევს კი საინტერესო იქნება კი და ამიტომ რამოჩიკვაძე რო ამბობდა შემომეხარჯა შემომეჭამა სპექტაკლის პერი იყენებდა დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის რა თქმა უნდა მადლობა თქვენ რომ ესე იგი ამდენი სასიამოვნო გამოხმაურება მოვისმინე კი არა წავიკითხე ჩემ პირადზე მე მათი ისა თხოვნა შევასრულე ბატონი დემურ გიორგელიძე დღეს ამით უნდა დავასრულოთ, იმიტომ რომ გადავაცილეთ ყველანაირ დროს და არ მინდა რომ ჩამოჭრან, მაგრამ პირობას გაძლევთ, რომ დემურ გიორგელიძეს ისე ვიხილავთ, იმიტომ რომ დიდი სიამოვნება გველოდება ვაჟიშვილის საქმიანობის განხილვის გამო და არა მხოლოდ. მე გემშვიდობებით ბატონ დემურთან ერთად და მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.